ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფისი გაიხსნა. ფესტივალის ფინალურ ასპარეზობას ბათუმი 2026 წლის 2-დან 6 ივნისამდე უმასპინძლებს. შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში. ფესტივალში 14-დან 17 წლამდე 1200-ზე მეტი სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია კი ბათუმის ბულვარში გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ასევე ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მინდა აღნიშნო, რომ ეს სასაკობრივი ჯგუფი, რომელიც 17 წლამდე პირველად ვატარებთ ჩვენ ამ ღონისძიებას და მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ჩავატარეთ 2015 წელს ზაფხულის ახალგაზრდული ევროპული ფესტივალი. ძალიან წარმატებულად ჩავატარეთ ზამთარი 25 წელი, ვისაც შეფასებული იყო თანამაღალ დონეზე და სწორედ რომ ის იყო, რომ ჩვენ გვინდოდა რომ ჩაგვეტარებინა ჩვენი ღონისძიება უკვე საქართველოს მასშტაბით, რომელიც ჩატარდება პირველად და ძალიან მნიშვნელოვანია სპორტშელას პირველად ვიზახი ამას, რომ რამე თუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ატარებ და პირველ ნაბიჯებს გავ, სწორედ რომ ძალიან პასუხისმგებელი მოიწვია საქმეს მოვიდეთ ხელი და იმედია რომ გავართმევთ თავს. ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრენი ვართ სულ ყველა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მულტისპორტული კომპლექსური ღონისძიება, შეჯიბრება, სადაც სპორტის 17 სახეობა მიიღებს მონაწილეობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა თაობის სპორტსმენებისთვის, რომლებიც საბოლოოდ დიდი სპორტისთვის ემზადებიან და მაღალი მიღწევების სპორტში აპირებენ დამკვიდრებას. ეს არის როგორც ოლიმპიური კომიტეტის, ასევე სპორტის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება და ახალგაზრდობის მასობრივი სპორტის და ამავდროულად მაღალი მიღწევების სპორტისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.